ჟურნალისტი ტატო ცეცხლაძესა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძეს მორიგებისთვის დრო მიეცათ. მომდევნო სასამართლო პროცესი 28 მაისს გაიმართება. დავა ეხება სააგენტო გურია ნიუსში დაბეჭდილ სტატიას, სადაც ჟურნალისტ კონკრეტული სახელები და გვარები აქვს გაჟღერებული, რომლებიც თანამდებობებზე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დასაქმდნენ. ნათესაური ნიშნით, კონკრეტული პირების დასაქმების შესახებ დოკუმენტაცია ჟურნალისტს წყარომ მიაწოდა, რომელიც ტატო ცეცხლაძის განცხადებით მან თავად დასახელებულ პირებთან გადაამოწმა, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც რესპონდენტები მოუცრელობის გამო კავშირზე არ გამოვიდნენ. სწორედ ამ მასალის გამო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჟურნალისტს მატყუარა უწოდა. მორიგების შემთხვევაში ტატო ცეცხლაძემ უნდა აღიაროს, რომ წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ გადაუმოწმებია. თავის მხრივ კი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვალდებული იქნება თქვას, რომ ტატო ცეცხლაძეს შეცდომა არ დაუშვია. მოსარჩელეს ადვოკატი თვლის, რომ მორიგებით საქმის დასრულება კარგი გამოსავალია, თუმცა არა ამ ფორმით. ჟურნალისტი მოსამართლის შეთავაზებაზე დათანხმებას არ აპირებს, მორიგების წინააღმდეგია თავად უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც. უფრო ცუდ მთავარ გამოშვებაში ვისაუბრებთ. შემოგთავაზე მორიგება, ჩვენ ორივე მხარე თანახმევართ, რომ მორიგება შედგეს, თუმცა არის ორივე მხარიდან დათმობა. მოპასუხე მხარის მოთხოვნა არის, რომ მე თქვა საჯაროდ, რომ მე არ გადამიმოწმებია ინფორმაცია და ასე გავავრცელე სტატიაში, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და ეს სტატიაშიც ჩანს, რომ მე ძალიან ბევრი მცდელობა მქონდა, რომ გადამიმოწმებინა ინფორმაცია და დაუკავშირდი უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეს, თუმცა არ გამცა პასუხი. რა თქმა უნდა, კარგია თუ მორიგებით ასრულდება საქმე, მაგრამ თუ რა თქმა უნდა ეს მორიგება არ წარიმართება ისე, რომ ორივე მხარეს აწყობდეს და შეთანხმება არ მოხდება, ბუნებრივად წარმართება არსებითი განხილვა. თუმცა იმ კუთხით, რომ ახლა ტარიელ ცეცხლაძეს თქვათ, ინფორმაცია გადამოწმებული ქონდა, არ ქონდა, თქვათ, რაიმე მოქმედებები განახორციელა თუ არა, ჩემი აზრით ეს თვითონ სადაო სტატიიდან ძალიან კარგად ჩანს და ამ კუთხით ჩემი აზრით მოთხოვნები არ უნდა იყოს წამოყენებული. არანაირ გარიგებას, არანაირ მორიგებას არ ვაპირებ, იმიტომ რომ ადამიანი მიჩივლა აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეს და ადანაშაულებს რაღაც დაუწერელ ქმედებებში. შესაბამისად ამის შესახებ სასამართლოზე იქნება საუბარი, არის შესაბამისი წარმომადგენლობა სასამართლოზე. ფიქრობ, რომ პრობლემა არაფერი არ არის.